რელიგიის საკითხზე სახელმწიფო სააგენტომ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა პრეზენტაციას საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები დაესწრნენ. სააგენტოს თავმჯდომარემ ძირითადი აქცენტი რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებაზე გააკეთა. 2015 წელი ზოგადად სააგენტოს საქმიანობა რელიგიური ორგანიზაციების კუთხით იყო წარმატებული, შემდეგ მიმართულებით პირველი რაც ყველაზე მთავარია შეიქმნა და ჩამოყალიბდა საქართველოში ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატი, ინტერრელიგიური სათათბიროს კუთხით, სადაც აბსოლუტურად ყველა რელიგია წარმოადგენდა უშუალო კომუნიკაცია არსებობს ერთის მხრივ მათ შორის და მეორეს მხრივ რელიგიებსა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ეს შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ წარმატებული პროექტია უკვე. სააგენტო ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას. ეს არის მედიატორი ერთის მხრივ რელიგიებს და რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის, თვითმმართველობის ორგანოებს შორის და მეორე მხრივ თვითონ რელიგიებს შორისაც. არანაირად არ გამართლდა ის არაკეთილმოსურნეთა, ასე ვიტყოდი, შეფასებები წინასწარი თვითონ სახელმწიფო ცდილობს რაღაც კონტროლის განხორციელებას რელიგიებზე. პირიქით ეს არის იმისთვის შექმნილი, რომ დაეხმაროს რელიგიებს მათი პრობლემების გადაწყვეტაში.